არის მეორე დიდი ოჯახი და ჩემს პარტნიორთან ერთად საერთო შვილი, რომელიც ჩვენ ერთად გავზარდეთ და ამის შემდგომ გაზრდაშიც აუცილებლად ძალიან დიდ წვლილს შევიტანთ. ნოვას ისტორია იწყება გაცილებით ადრეულ ასაკში. მოგეხსენებათ 90-იანი წლები, შუქობა, უგაზობა, უპურობა პირდაპირ მნიშვნელობით და დრო, როცა მთავარი იყო მხოლოდ თავის გადარჩენა. მახსოვს, როცა პროფესორებიც, მასწავლებლებიც, მსხოლებიც, ვაჭრობით ირჩენდნენ თავს და რა თქმა უნდა ჩვენც არ ვიყავით გამონაკლისი. გადავწყვიტე რაღაცა მეკეთებინა რა, ბიზნესიც არ ვქვა, მაგრამ ყიდვა გავიწყე პრესების ბათუმში და ჩამოიარა ბატონმა ხოსემ. შევლაპარაკეთ რა შვები გასაკეთებ. და მოდი ერთად გავაკეთოთ რაღაცა. ამით დაიწყო ფაქტიურად მე და ხოსეს ურთიერთობა, ეს არის 94 წელი. აი მესამე ვინც შემოგვიერთა ჩვენ ამ დროს იყო ჯემალი. შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად დავიწყეთ საქმე და ამართლებდა კიდეც. ნუ საიდან ჯეკი ახლა, ხო? ემზარი. ჯეკის ჰქონდა პატარა მაღაზია და ყიდდა ფითხებს და რაღაცა პლასტიკატის ჭერები იყო მაშინ მოდაში და და მინიმალურ რაღაცა 3-4 დასახელებას. მეთქი აგერ რა, მოდი ამ საქმეს მოვუკიდოთ ხელი და ეს გავაძლიეროთ. გამოვიდა რომ აი მეოთხე პიროვნებაც ჩემი ძმა აქედან აღმოჩნდა ნოვაში, რომ ფაქტიურად მისი დაწყებული საქმეა დღეს, რაცაც ნოვა ახორციელებს. ძალიან რთული ფორმით, ძალიან ბევრი ხარვეზებით, მაგრამ რაღაცა გზა გამოგვიჩნდა, საით უნდა წავსულიყავთ. გზა და გზა ვსწავლობთ ამ ყველაფერს. დავიწყეთ პირდაპირ მომარაგება თურქეთიდან თბილისში. არ იყო ადვილი მინდა გითხრათ. ვიმდივარ ზვიადიმდე ახლა. ზვიადი ამ დროს ჩვენს ირგვლივ იყო ყოველთვის. ჩვენი საქმე კარგად ესმოდა. ხედავდა ალბათ რომ ეს საქმე იყო ძალიან პერსპექტიული. ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა ზვიადიმ რომ ბიჭებო, თუ არის შესაძლებელიო რომ მეც თქვენთან ერთად გავაგრძელო ეს საქმეო. მაინც სადაც 4, იქაც 5. ეს უკვე შეიკრა ჩვენი ხუთეული და დავიწყეთ საქმიანობა. მახსოვს პირველი მაღაზია აქვე ახლოს ვიქირავეთ. მერე ცოტა ამბიცია გაგვიჩნდა და შევიძინეთ 400 კვადრატი და უკვე გავხდით პირველი უძრავი ქონების პატრონები. მაშინ გადავწყვიტეთ რომ დაგვერქმია ისეთი სახელი, რომელიც უკვე აღარ შეიცვლებოდა და უბრალოდ დაკავშირებული იქნებოდა ჩვენ ხუთეულთან. ეს დაკავშირებულია თითო ასოები ჩვენ იმ ადგილებთან, სადაც ჩვენ დავიბადეთ. ნასაკირალი ხოსე, ორთა ბათუმი მე და ჯეკი, ვაშლოვანი ზვიადი და ახალშენი ბატონი ჯემალი. ესე დაერქვა ნოვა. ნოვას ისტორია საკმაოდ ღრმა ფესვები აქვს. საბჭოთა წყობილების შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი ვეცდებოდით რაღაც საქმე გაგვეკეთებინა და აქედან გამომდინარე შევხვდით ერთმანეთს. ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა და ნელ-ნელა ნაბიჯნაბით დავიწყეთ ერთმანეთთან თანამშრომლობა, რომელიც შემდეგ მეგობრობაში გადაიზარდა და სიტუაცია უფრო დასტაბილურდა 2004-ის შემდეგ საქართველოში და მივედით იმ იდეამდე, რომ შეგვექმნა ნოვა და შევქმნით კიდეც. ერთი მოუსვენარი ბიჭი ვიყავი. ყოველთვის ვეძებდი სიახლეებს. ამ სიახლეების ძებნაში ვიპოვე ნოვა და ნოვას ბიჭები. 90-იან წლებში ხუთივე დაკავებული ვიყავით ჩვენი პატარ-პატარა საქმიანობით. მე პირადად თურქეთიდან შემომქონდა სამშენებლო მასალები და ვაბარებდი პატარ-პატარა მაღაზიებში ბათუმში. ის შემდეგაც გადავწყვიტეთ ჩვენ ხუთმა, რომ დაგვეხსნა პატარა მაღაზია, რამაც წარმატება მოგვიტანა. ასევე მინდა აღვნიშნო მამის ბატონი არჩილ ირემაძის მხარდაჭერა. ნოვა პირადად ჩემთვის არის განვითარების საუკეთესო მაგალითი. ყველა დრო იყო სათანადო გამოწვევებით დახონძრული, გარდა ფინანსური სიმწირისა, იყო პროფესიონალიზმის სიმწირე როგორც ჩვენში, ისე კადრებში, თუმცა ნელ-ნელა ეტაპობრივად ამ ყველაფერს ვუმკლავდებოდით, ჰქონდა შორი ხედვა უფრო ალბათ ჭადრაკში როგორც რამდენი სulis წინასწარ განსაზღვრად შეგიძლია ნერად უფრო მეტად წარმატებული მოჭადრაკი ხარ, სამწად ასეა ბიზნესშიც და ამ ყველაფერს უფრო შორს ვუყურებით, ფიქრობ რომ შრომით ყველაფერი მიღწევადია, ყველა გამოწვევა და გამოწვევები ხდის საინტერესოს ბიზნესს. ჩავთვალეთ რომ ჩვენ უნდა შეგვექმნა სერიოზული კომპანია, რომელსაც შორსმოვალი გეგმები ექნებოდა. ჩვენ ერთად მოვახდინეთ პირველი ლოკაციის შეძენა თბილისში, აგლაძის ქუჩაზე, დღეს სადაც მთავარი ოფისია ჩვენი. და როცა კომპანიის სახელი შედგა, როცა იყო სათანადო мотиваცია, წინ უძღოდა რწმენა, შრომა, ეს ყველაფერი უკვე გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ
გვეთქვა გამოვიდა. გამოვიდა, რა თქმა უნდა, წარმოდგენაში დღევანდელი მასშტაბი არც ერთ დამფუძნებელს არ ჰქონდა, მაგრამ როცა უკვე შეიკრა გუნდი ადამიანები, ვინც ინაწილებს ამ პასუხისმგებლობას, ფიქრობ, რომ საქმე, რომელსაც იწყებ, არის გამოსული. როცა კომპანია ნოვა დაარსდა, ჩვენ ხუთივემ გადავინაწილეთ ჩვენი წილის საქმეები. შემდეგ ავირჩიეთ დირექტორი, ჩვენი მეგობარი სვიადი, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ნოვას განვითარებაში. ისე სწრაფად ვითარდებოდით, რომ გაცნობიერებასაც ვერ ვასწრებდით. ეს გამოიხატებოდა კადრების სწრაფი ზრდით. როცა კომპანია დავაარსეთ, ყველა ჩვენი უფლებები გადავინაწილეთ. მე თავიდანვე ვიყავი ჩართული შესყიდვებში, დღესაც ვყურვილებ შესყიდვებს. ჩვენ წარმატებით თანამშრომლობთ ბევრ სხვა კომპანიებთან. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა არის წარმოების ხაზების განვითარება. დღეს ნოვას ეკუთვნის 90,000 კვადრატზე მეტი მხოლოდ მიწა და შენობა ნაგებობები ბევრად მეტი. დღესაც ყველაზე დიდი მშენებლობებში მე ვარ ჩახედული და ჩემი ხელმძღვანელობით ხდება ეს, იმიტომ რომ ყველაზე კარგად ეს გამომდის. ეს არ არის ერთი მიმართულების წარმოება, ეს წარმოებაც დივერსიფიცირებულია, როგორც პოლიეთილენის მიმართულებით, ისე სასახურავი მასალების მიმართულებით, ისე წყალგამწვევი სისტემების მიმართულებით, შემკრები ნაგვის ურნებით და ასე შემდეგ. ძალიან დივერსიფიცირებული წარმოება არის, თუმცა ერთმანეთთან მჭიდროდ კავშირში. და ზუსტად ეს კავშირების სიმჭიდროვე მოვახდინეთ, რომ ეს ყველაფერი, რასაც ჩვენ ვაწარმოებთ, იმ ბაზარს ყოფილიყო მორგებული, რომელიც ჩვენ წლების განმავლობაში შევქმნით. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ნოვა აწარმოებს ქართულ პროდუქციას. ქართული წარმოების შექმნა და მისი განვითარება არის ერთ-ერთი მთავარი კრედო კომპანიისთვის და ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ნოვასთვის. საწყის ეტაპზე კომპანიამ ყველაფერი დაიწყო იმპორტით და სწორედ მენეჯმენტის პრაგმატული გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ სწორად დავინახეთ ბაზრის მოთხოვნა, მომავალი, საითაც მიდიოდა და გავწიეთ გარკვეული რისკი და დავიწყეთ ქართული წარმოება. ნოვას როგორც წარმოებლის ისტორია 2011 წლიდან იწყება, როდესაც კომპანიამ სასახურავო მიმართულების ხაზები განერგა. ამ ეტაპზე კომპანია ქართულ და საექსპორტო ბაზარზე პოზიციონირებს 10 მიმართულებით: სასახურავო მიმართულება, წყალსაწრეტი სისტემა, საიდინგების სრული კომპლექტაციით, თაბაში მუყაოს პროფილები და აგრაფები, მეტალო-პლასმასის არმირების პროფილები. რაც შეეხება პოლიეთილენის მიმართულებას, აქაც გვაქვს 5 პოზიცია. ეს არის პოლიეთილენის ავზები, სეპტიკური ავზები, ნაგავშემკრები ურნები, საკომუნიკაციო ჭები და საგზაო ბარიერები. დღეისათვის ნოვა ქმნის ქართულ პროდუქტს ევროპული სტანდარტებით. ნოვას აქვს არაერთი მაგალითი იმისა, რომ შექმნა სრულიად ქართული პროდუქცია, სრულიად უცხო ქართული ბაზრისთვის და მოახდინა ამ პროდუქციის პოპულარიზაცია არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ შეძლო მისი გადანა ექსპორტზეც. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შესაძლებლობა ვაწარმოოთ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქცია და ვიყოთ კონკურენტული სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ ფასებთან მიმართულებაში. ჩვენს ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი თავისუფალი სივრცე, სადაც შეიძლება ვაწარმოოთ, სადაც შეიძლება შევამციროთ იმპორტ, გავზარდოთ ექსპორტი და პირველ რიგში, სადაც შეიძლება დავასაკმოთ ბევრი ქართველი და შევქმნათ უფრო დიდი ქართული ეკონომიკა. აუცილებლად უნდა ვისაუბროთ იმ მნიშვნელოვან ფუნდამენტზე, რაც არის დისტრიბუცია კომპანიისთვის. სწორად ეს ადამიანები არიან ადამიანები, რომლებთან ერთადაც ვახდენდით პოპულარიზაციას იმ ბრენდების, რომელსაც ექსკლუზიურად წარმოვადგენთ საქართველოში. სწორედ მათთან ერთად შევქმნით საქართველოში ერთ-ერთი უწყვილესი ქსელი სადისტრიბუციო, რომელიც აერთიანებს 500-ზე მეტ კომპანიას და მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს. კომპანია ნოვას თავდაპირველი საქმიანობა შემოიფარგლებოდა სამშენებლო მასალების იმპორტით და საბითუმო ვაჭრობით, რომლის ფარგლებში თურქეთიდან იმპორტირებულ პროდუქციას აწვდიდა თბილისში არსებულ მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ზომის სამშენებლო მაღაზიებს. გამოცდილების საბაზრო მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანია მუდმივად ანვითარებდა ასორტიმენტს და შეძლო რამოდენიმე დიდი ბრენდის იმპორტის ექსკლუზიური უფლების მიღება. ნოვა საქართველოში წარმოადგენს ისეთ უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებს, როგორიც არის Nippon Paint-ი. Nippon Paint-ი არის მსოფლიო მასშტაბით მესამე უმსხვილესი მწარმოებელი სამშენებლო ქიმიის. ნოვა არის მისი ორი ქვებრენდის, ბეტეკ ცებოცემენტის და ფაურის ექსკლუზიური დილერი საქართველოში და ეს არის უდაოდ ძალიან დიდი მიღწევა ნოვასთვის, იმიტომ რომ წარმოადგენდა ესეთ მნიშვნელოვან ბრენდს, არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და არის ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განავითარო ბიზნესი.
ასევე ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ისეთი უმსხვილესი ბრენდი, როგორიც არის სანგობეინი, ეს არის ფრანგული ჰოლდინგი, რომელსაც ასევე ორ ქვებრენდს წარმოადგენთ როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში. ეს არის იზოჯამის საიზოლაციო მასალები და ეს არის იგიფსის სამშენებლო ქიმიის სხვადასხვა პროდუქტები, ეს იქნება კითხები, შემავსებლები, ფულკები თუ უამრავი პროდუქცია, რომელსაც აერთიანებს იგიფსი თავისი ბრენდის ქვეშ. ნოვა არის ხელსაწყოების უმსხვილესი წარმოებლის ინკოს ექსკლუზიური დილერი საქართველოში და ინკო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სრულიად უცნობი ბრენდის პოპულარიზაცია მოახდინოს ქვეყანაში და აიყვანო ისეთ დონეზე, როგორიც არის დღეს ინკოს ხელსაწყოები. შეიძლება თავამატი თქვას, რომ ინკოს ხელსაწყოები საქართველოში ბრენდების გაკეთების თვალსაზრისით შედის აუცილებლად სამეულში და ეს არის უდავოდ ძალიან კარგი მიღწევა ძალიან მოკლე დროში. ნოვა არის ექსკლუზიური დილერი საქართველოში BN სერამიკის, BN არის თურქეთში უმსხვილესი მწარმოებელი და ნოვა წარმოადგენს მას ექსკლუზიურად საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა არის ასევე კომპანიისთვის. 2018 წლიდან კომპანიის იურიდიული პირების გაყიდვების დეპარტამენტი გაიყო ორ ძირითად დეპარტამენტად, დისტრიბუციის დეპარტამენტად და იურიდიული პირების გაყიდვების და ექსპორტის დეპარტამენტად. დისტრიბუციის დეპარტამენტი დღეს მთლიანად საქართველოში ფარავს 500-მდე მაღაზიას. იურიდიული პირების გაყიდვებისა და ექსპორტის დეპარტამენტი თავდაპირველად წარმოადგენელი იყო მხოლოდ ერთი თანამშრომლით, რომლის წლიური გაყიდვა შეადგენდა 1,5 მილიონ ლარს DRG-ს გარეშე, თუმცა დღეისთვის აღნიშნული დეპარტამენტი აერთიანებს 16 თანამშრომელს. დეპარტამენტის რეალიზაცია შეადგენს 33 მილიონ ლარს DRG-ს გარეშე. გვაქვს ჩვენ ძალიან აქტიური და მჭიდრო ურთიერთობები ქვეყანაში არსებულ თითქმის ყველა მსხვილ დეველოპერულ და სამშენებლო მაღაზიასთან. მთლიანობაში გაყიდვების ორივე დეპარტამენტს აქვს ურთიერთობა საქართველოს მასშტაბით არსებულ ყველა დიდ საბითუნო რეალიზატორ მაღაზიასთან თუ დეველოპერულ კომპანიასთან და მე მინდა მათ უდიდესი მადლობა გადავუხადო გამოცხადებული მხარდაჭერისათვის. კომპანიის მასშტაბების გაზრდასთან ერთად ბუნებრივია იზრდებოდა ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვანი მიმართულებები და ესეთი ერთ-ერთი მიმართულება გახლავთ საერთაშორისო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მიმართულება. აქ გულისხმობ როგორც თანამშრომელთა რიცხვის ზრდას და მათ პროფესიული განვითარებას, ამავდროულად იმ უცხოური ქვეყნების ჩამონათვალის ზრდას და ასევე ამ უცხო ქვეყნებში არსებული კომპანიების ჩამონათვალის ზრდას. როგორც ვთქვით, ჩვენი კომპანია ყოველთვის ორიენტირებული იყო მომხმარებელზე, ჩვენ განმავითარეთ და განვითარების პროცესშია კვლავაც რიტეილ ბიზნესი, რაც გულისხმობს ჩვენს მომხმარებელთან ყოველდღიურ ურთიერთობას. ბუნებრივია ჩვენ ვიცავთ ყოველთვის მათ ინტერესებს და მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე ვაფართოვებთ ჩვენს ასორტიმენტს. ეს ყველაფერი კი მოითხოვს ახალი მოწოდებების მოძიებას საერთაშორისო ბაზარზე. ჩვენ ამ მხრივ პრობლემებს ნამდვილად არ ვაწყდებით, ვინაიდან ნოვას სტატუსი, მისი სანდოობა და საიმედოობა გვაძლევს იმ საშუალებას, რომ მარტივად დავამყაროთ კავშირები ახალ მოწოდებელ კომპანიებთან და გავაღრმოვოთ მათთან თანამშრომლობა. ჩვენ დღესდღეობით თანამშრომლობთ ძალიან ბევრ საერთაშორისო ავტორიტეტულ კომპანიებთან, რომელთა ექსკლუზიური წარმომადგენლებიც გახლავართ სწორედ საქართველოს ბაზარზე. სწორედ ეს ორი პარამეტრი, სანდოობა და საიმედოობა გვაძლევს საშუალებას, რომ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებულები. COVID პანდემიის საწყის ეტაპზე გახსოვთ, რომ ძალიან ბევრ კომპანიას შეექმნა პრობლემები და შევიდნენ ღრმა კრიზისში, თუმცა ჩვენი მოწოდებლებიც უნდა არ ქონია არანაირი შეფერხება პროდუქციის დროულად მოწოდებისა. ეს გვეხმარა ჩვენ რომ არ შევსულიყავით კრიზისში და ძალიან სწრაფად მოგვიხდინა გადახალისება ჩვენი კომპანიის მუშაობისა და COVID პანდემიას გირსეულად გამკვლევებოდით. მოწოდებლების მხრიდან მაღალი სანდოობა და საიმედოობა ჩვენი კომპანიის მიმართ გვაძლევს უფრო მეტ მოტივაციას, რომ ვიყოთ უფრო მეტად წარმატებულები. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას კომპანიის მიმართ, მე ვფიქრობ, რომ მე მუშაობ ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან ღირსეულ და საიმედო კომპანიაში. ეს გახლავთ ძალიან დიდი ოჯახი, სადაც იზრდებიან თანამშრომლები, თითოეულ მათგანს აქვს საშუალება, რომ მარტივად მოახდინონ თავიანთი მმართველობის რეალიზება, მარტივად განვითარდნენ პროფესიულად და მიაღწიონ წარმატებებს. მინდა აუცილებლად შევეხო რიტეილ ბიზნეს პანდემიის პირობებში ჩვენ მოვახერხეთ და ორი დიდი მეგაცენტრი გავხსენით ბათუმში და თბილისში, რომელმაც დამატებით შექმნა 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი. 2020 წლიდან კომპანია შევიდა რიტეილ ბიზნესში, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გავხდით პასუხისმგებელი უფრო მეტი მომხმარებლის წინაშე. პანდემიის პირობებში მოვახერხეთ ერთდროულად გაგვეხსნა ორი მეგაცენტრი ბათუმსა და თბილისში, სადაც დასაწყისში დასაქმდა 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა ეს ციფრი 2020 წლის ბოლოს უკვე აღემატებოდა 170-ს.
მეგაცენტრების გახსნას წინ უძღოდა ორწლიანი სამუშაო პროცესი EBRD-ის ექსპერტებთან ერთად, რათა პროექტი ყოფილიყო წარმატებული. მათი დახმარებით შევისწავლეთ რიტეილ ბიზნესის საფუძვლიანად და დღემდე ვერგავთ ევროპულ სტანდარტებს ჩვენს მეგაცენტრებში. ვცდილობთ გავამართლოთ ყველა პროცესი, რათა მომხმარებელმა სწრაფად და ხარისხიანად შეძლოს მომსახურების მიღება. 2021 წლის მაისში ქუთაისში გავხსენით მეგაცენტრი და გუნდს დაემატა 40 თანამშრომელი. დღეს ნოვას მეგაცენტრებში 200-ზე მეტი თავის საქმის მცოდნე პროფესიონალი ადამიანია დასაქმებული. თავს იყრის 13 სხვადასხვა კატეგორია, 50,000-ზე მეტი დასახელების ასორტიმენტი, სადაც რემონტისთვის და მშენებლობისთვის და არა მარტო ნებისმიერი პროდუქტის პოვნაა შესაძლებელი. შევქმნით განახლებული ბრენდინგი კომპანიის, შევცვალეთ ლოგო, განვაახლეთ ღირებულებები. ნოვა თავისი 15 წლის იუბილეს მარკეტინგის და PR-ის ახალი გუნდით, ახალი ბრენდბუქით და განახლებული სტრატეგიით შეხვდა. 2020 წელს EBRD-ის კონსულტანტების და ქართველი ფრილანსერი მარკეტოლოგების ჩართულობით კომპანიამ განახორციელა რებრენდინგი, შეიცვალა სამიზნე აუდიტორია, განახლდა ლოგო. ნოვა გახდა ევრიმენი, რომელსაც შეგიძლია ყველაფერი კითხო და ყველაფერში ენდო. მარკეტინგის გუნდის ძალიან საინტერესო, კრეატიული და განსხვავებული ნაბიჯების შედეგად ბოლო 1 წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა კომპანიის ცნობადობა, გაიზარდა ლოიალურ მომხმარებელთა რაოდენობა. კომპანიამ ერთ-ერთი ლიდერი პოზიცია დაიკავა ქართულ ბაზარზე. ჩვენს მეგაცენტრებში მოსულ ადამიანებს ნამდვილად დახვდებათ კომფორტი ერთი სახურავის ქვეშ. ხოლო პროფესიონალებისთვის, არქიტექტორების, ხელოსნების, დიზაინერებისთვის ნოვა გახდა სანდო კომპანია თავისი პროდუქციის ხარისხით და ფასით. ყველაზე დიდი წარმატება, რაც არა მხოლოდ მე, ჩვენ სამეთვალყურეო საბჭომ და დამფუძნებლებმა ერთად მივაღწიეთ, იყო ის, რომ შევქმნით გუნდი, რომელსაც გადანაწილებული აქვს პასუხისმგებლობები, ყველა მისის სადამდე მიდის მისი დელეგირება, მისი უფლებამოსილება და ეს ყველაფერი ერთად ქმნის ძალიან დიდ გუნდს. კომპანიას ყავს გენერალური დირექტორი, 6 სხვადასხვა მიმართულების დირექტორი, 25-ზე მეტი დეპარტამენტის ხელმძღვანელი და საერთო ჯამში მე ვფიქრობ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეინარჩუნო შენი თანამშრომელი, არამედ შენს თანამშრომელს მისცე ერთი საფეხურით წინ წაწევის საშუალება, საჭიროა კომპანია მუდმივად იყოს მობილიზებული, რომ თვითონ განვითარდეს, თვითონ შექმნას უფრო მეტი, რომ ეს ყველაფერი შემდგომში გადანაწილდეს ყველაზე. თანამშრომლები არის ის რესურსი, რომელიც პირველ რიგში ქმნის მომავალს. 2021 წლამდე კომპანიამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ შეექმნა ძალიან კარგი გუნდი, რომლებიც იქნებოდნენ მზად, რომ ეპასუხათ ისეთი გამოწვევებისთვის, რომელიც დაგეგმილი აქვს კომპანიას მომავალში. ეს იქნება რიტეილის განვითარება, ეს იქნება წარმოების განვითარება, ეს იქნება ურთიერთობები ჩვენს დილერებთან, ეს იქნება საბიტუმო რეალიზაცია თუ ექსპორტი. ადამიანური რესურსი არის ყველაზე უნიკალური, რაც განსაკუთრებულ ნიშას ძენს კომპანიას. ყველა, ვინც ნოვასთან თანამშრომლობას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ ნოვა არის კომპანია, სადაც ხდება ღირებულებების და ფასეულებების ორმხრივი გაცვლა. ნოვას ამოცან ადამიანური კაპიტალის სტრატეგიის და კომპანიის ესე ვთქვათ კორპორატიული სტრატეგიის ინტეგრირება და ერთი მიმართულების მიცემა. პროგრამებს შორის გამოვყოფდი EBRD-ის მხარდაჭერით განხორციელებულ პროექტებს. ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ ესე ვთქვათ დავამუშავეთ და შევქმნით ნოვას ლიდერთა განვითარების გეგმა შემდგომი წლებისთვის. ამას დავამატებ იმასაც, რომ კომპანიაში დაინერგა ორგანიზაციული ეფექტურობის შეფასების სისტემაც, კაპლან ნორტონის ბალანს სკორკარდის სისტემის გამოყენება დავიწყეთ ჩვენ კომპანიაში და ამას აქტიურად ჩავთავთ უკვე 2022 წლისთვის. ეს არის სისტემა, რომელიც ახდენს კომპანიის მისიის და ხედვის გარდაქმნას რეალურ ქმედებად. ჩვენ ყოველთვის მოწოდებული ვართ უზრუნველყოთ ჩვენი თანამშრომლებისთვის სტაბილური, კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, მათი ცხოვრების და სამუშაო სტიმულისთვის. მეორე ის, რომ ჩვენი კომპანიის კულტურა ასოცირდება ყოველთვის ნდობასთან, ნდობასთან ორგანიზაციის შიგნით, კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან, ერთმანეთისადმი ნდობასთან და მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი, ეს არის ლოიალურობა, რითაც გამოირჩევა ნოვა ბევრი კომპანიისგან ქართულ ბაზარზე. მიუხედავად ბევრი გამოწვევებისა, ჩვენ ყოველთვის ვრჩებით ლოიალურები ჩვენი თანამშრომლების მიმართ. მადლობა ნოვას. ადამიანური რესურსების განვითარება ცალსახად ნიშნავს იზრუნო
შენი თანამშრომლის როგორც მატერიალურ განვითარებაზე, ასევე იზრუნო შენი თანამშრომლის შესაძლებლობის სრულყოფილ რეალიზაციაზე. ნოვა არის ის ადგილი, სადაც შეიძლება დაგეგმო შენი მომავალი, ნოვა არის ის ადგილი, სადაც შეიძლება განვითარდე და მოახდინო საკუთარი შესაძლებლობის სრული რეალიზაცია. 2006 წლიდან მოყოლებული კომპანიის თანამშრომლების ზრდის ტემპი არის ძალიან მაღალი. კომპანიამ დაიწყო ფუნქციონირება 8 თანამშრომლით და დღეს კომპანიაში მუშაობს 550-ზე მეტი ადამიანი. დღეს ვართ სოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საფინანსო ინსტიტუტის ევროპის რეკონსტრუქცია და განვითარების ბანკის პარტნიორი, ქვეყნის შიგნით კორპორატიული მიმართულებით ყველაზე დიდი ბანკის, TBC ბანკის პარტნიორები. რომ შევაჯამოთ ნოვას ურთიერთობა თავის ფინანსურ პარტნიორებთან, ცალსახად უნდა გამოვყოთ ამ ურთიერთობებში საქართველოში მოქმედი ბანკები, პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გამოვყოთ სახელმწიფო ორგანოები და ისეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამა, როგორიც არის აწარმოე საქართველოში, რომელმაც მოგცა უდიდესი შესაძლებლობები ქართული წარმოების განვითარებისთვის, შესაძლებლობა რომ შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც მოთხოვნადი იქნებოდა არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ შესაძლებელი გახდებოდა მათი ექსპორტი. უნიშნელოვანესი იყო ურთიერთობა და არის დღემდე ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან. როდესაც ვსაუბრობთ ფინანსური დეპარტამენტის მიმართულებით, აუცილებლად უნდა ვახსენოთ პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები, რომელთანაც თანამშრომლობთ. კერძო, TBC ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, სახელმწიფო პროგრამა აწარმოე საქართველოში. ფინანსურ აუდიტორული კომპანიები Deloitte და BDO, რომლებიც თავის მხრივ მსოფლიო აუდიტორული კომპანიების ტოპ 5-ში შედიან. ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებთან პარტნიორობა ნოვას მატერიალური აქტივის ზრდას უწყობს ხელს, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კომპანიებთან თანამშრომლობა ასევე ხელს უწყობს არამატერიალური აქტივის ზრდასაც. მათი გამოცდილება და პროფესიონალური ცოდნის გაზიარება კომპანიის თანმიმდევრული განვითარების საშუალებას იძლევა. რაც ნოვასთვის გრძელვადიანი სიცხლისუნარიანობისთვის და განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ეს ყველაფერი ერთად კი წარმატებით შესრულებულ პროექტებში ისახება, რომლებიც ძალიან ბევრია, თუმცა მინდა გამოვყო რამოდენიმე მათგანი. სამუშაო პროგრამის 1C ERP სისტემის დანერგვა და მისი კომპლექსური გამოყენება, რაც თანამედროვე რეალობაში აუცილებელია კომპანიისთვის და ქმნის კონკურენტულ უპირატესობას. ასევე მინდა აღვნიშნო API სისტემის დანერგვა, რაც ბანკების და სამუშაო პროგრამის ერთმანეთთან ინტეგრირების საშუალებას გვაძლევს. რომ შევაჯამოთ, ეს პროექტები მყარ ნიადაგს ქმნის მომავალი გამოწვევებისთვის. ამ პროექტების შესრულება წარმოუდგენლად მიმაჩნია იმ ადამიანების გარეშე, რომლებიც ერთიანდებიან ფინანსურ დეპარტამენტში და ყოველდღიურად არიან ჩართული მუშა პროცესში. ჩვენი გუნდი, როგორც ყოველთვის, მუდმივად მზად და შემართებით არის ახალი გამოწვევებისთვის. ნოვა არის ერთადერთი კომპანია სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების და რეალიზაციის მიმართულებით, რომელთანაც EBRD-ს აქვს პირდაპირ საკრედიტო ურთიერთობა და ჩვენი ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საკრედიტო ურთიერთობით და არ არის ის მხოლოდ ჩვენი ფინანსური პარტნიორი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი ნოვასთვის არის ინტელექტუალური პარტნიორი. 2018 წლიდან დღემდე კომპანიამ შეძლო 5 პროექტის განხორციელება EBRD-ის უცხოელ კონსულტანტებთან ერთად. ეს იყო პირველი წარმოებისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. ამას შემდგომ მოყვა ლოჯისტიკის და საწყობების მართვის მიმართულებით ტრენინგები, რომელსაც უძღვებოდნენ ძალიან გამოცდილი უცხოელი სპეციალისტები. ამის შემდგომ EBRD-თან ერთად განვახორციელეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, დავიწყეთ რა რიტეილის განვითარებაზე ზრუნვა, დაახლოებით 1 წლით ადრე დავიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ მიგვიღო კარგი გამოცდილება და გვენახა უცხოური პრაქტიკა, თუ როგორ უნდა გაგვეკეთებინა რიტეილ ბიზნესი, იმიტომ რომ ნოვას არ ქონდა მანამდე ამის გამოცდილება. გადამისა მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკთან ერთად განხორციელებული პროექტი მარკეტინგის კუთხით, იმიტომ რომ სწორად მათთან ერთად შევქმნით ახალი ბრენდბუქი, ბრენდის მთავარი დოკუმენტი, სადაც გაწერილია მთავარი ღირებულებები და რომლის მიხედვითაც ვითარდება კომპანია როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე შიგნით გუნდისთვის. ამ დოკუმენტის მიხედვით ვითარდება კორპორატიული ღირებულებები გუნდის შიგნით და დგამთ საომავლო ნაბიჯებს. ასევე ცალსახად უნდა აღინიშნოს EBRD-ის კონსულტანტების ჩართულობა ფინანსური კუთხით, რომლებიც დაგვეხმარენ, რომ ჩვენი ფინანსური ანგარიშები და ჩვენი ფინანსური რეპორტები გამხდარიყო უფრო დეტალური და ხელმისაწვდომი ნოვას მენეჯმენტისთვის და ნოვას სამეთვალყურეო საბჭოსთვის და დამფუძნებლებისთვის, სწორად სწორი ანალიტიკა და სწორი ხედვა ფინანსური კუთხით კომპანიის გვაძლევს მომავალში ნაბიჯების სწორად განსაზღვრის შესაძლებლობას. საბოლოო ჯამში სწორედ ეს ფინანსური პარტნიორები გვაძლევენ мотивაციას, ძალას და
შესაძლებლობებს, მათ შორის ფინანსურს, რომ განვახორციელოთ და ფრთები შევასხათ იდეებს, რასაც პირველ რიგში ქვია ქართული წარმოება და რასაც პირველ რიგში ქვია ქართული პროდუქტების შექმნა. კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენს ერთიანობა, პრაგმატულობა, პასუხისმგებლობის გაზიარება და განვითარებისკენ სწრაფვა. სწორედ ეს არის შინაგანი ძალა, რომელიც ჩვენ გუმოხტავს იმისკენ, რომ მუდმივად წავიწიოთ წინ და მუდმივად შევქმნათ სიახლეები, როგორც წარმოების მიმართულებით, ასევე სხვადასხვა კუთხით. წარმატებისთვის პირველ რიგში არის რწმენა, იბადება იდეა, რომელსაც გწამს და ამ იდეის განხორციელებისთვის შრომობ ძალიან ბევრს. მე ვიყავი კომპანიის გენერალური დირექტორი, რომელიც არის საკმაოდ რთული სამუშაო, ვიდრე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობა და ამ პასუხისმგებლობას ყოველწლიურად გუნდის ზრდასთან ერთად პასუხისმგებლობის გადანაწილებას, სწორი სტრუქტურის შექმნას, ამ ყველაფერს ერთად ვახერხებდით და საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს საფუძველს ჩვენ ხუთი ერთად ვუყრიდით. სტრატეგიულ გადაწყვეტილებებით შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კომპანიის გადაწყვეტილება მენეჯმენტის განსხვავებულად ჩამოყალიბების შესახებ. კომპანიის დამფუძნებლებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ისინი როგორც აღმასრულებელი პირები კომპანიაში აღარ ჩართულიყვნენ კომპანიის საქმიანობაში და მათი როლი გადაინაცვლა როგორც სამეთვალყურეო საბჭოს და დამფუძნებლების როლში. ანუ ისინი გახდნენ კურატორი, ზედამხედველი ორგანოს წარმომადგენლები კომპანიაში და კომპანიის მართვა შეიძლება ითქვას სრულყოფილად ჩაიბარა გუნდმა, რომელსაც აქვს ძალიან მაღალი мотиваცია აკეთოს თავისი საქმე სწორად და წარმატებულად. ნოვას მთავარი სტრატეგია არის განავითაროს ქართული წარმოება და შექმნას პროდუქტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ ქართული ბაზრისთვის, არამედ პირველ რიგში შევძლებთ მათ ექსპორტირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი არის e-commerce პლატფორმის განვითარება, ეს არის ახალი ვებსაიტი nova.gr, რომელზეც ჩვენ შევძელით ისეთი პროდუქტების გატანა ელექტრონულ კომერციაში, როგორც არის ჩვენ წარმოებული პროდუქტები. ასევე საიტზე შეიქმნა პლატფორმა, რომელიც ეხმარება Nova-ს მომხმარებელს მიიღოს გადაწყვეტილება თუ რა რაოდენობის სახურავია საჭირო მისი სახლის გადასახურად, რა რაოდენობის წყალსაწრეთის სისტემები ჭირდება, რა არის ის ბიუჯეტი, რომელშიც ჩაეტევა კონკრეტული პროექტის განხორციელებისას. ბიზნესს აქვს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ან მიდიხარ წინ, ან მიდიხარ უკან. ადგილზე გაჩერება არ არსებობს. სამომავლო გეგმებში, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ოქროს ადგილი იქნება წარმოებისთვის. გეგმაში გვაქვს, რომ უახლოეს 5 წელიწადში მინიმუმ ყველა რეგიონალური ქალაქი მოიცვას ჩვენმა რიტეილ ბიზნესმა და აუცილებლად ჩვენ ვიმუშავებთ კიდევ უფრო მეტი ექსკლუზივების მოსაპოვებლად საკმაოდ ცნობილი კომპანიების იმისთვის, რომ როგორც ბიზნესი იყოს დივერსიფიცირებული, ისე ასორტიმენტი გავზარდოთ კომპანიაში, იმით და ჩვენს მომხმარებელს უფრო მეტი ასორტიმენტი შევთავაზოთ. ევროპული ცივილურობა, რომელიც კომპანიაში სუფევს და ის ინტელექტის სიმაღლე, რომელიც არის საოპერაციო გუნდში გენერალური დირექტორის ხელმძღვანელობით, უფრო დიდ გამოწვევებზეა ორიენტირებული და ვფიქრობ, რომ გაიტანს კიდევაც ნებისმიერ გამოწვევას, რომელიც კომპანიის წინაშე დადგება, ასეთი გამოწვევების წინაშე არაერთხელ დავმდგარვართ თხრიდან დაფუძნებისა, არაერთი ფინანსური და ეკონომიკური კრიზისი გადაგვიტანია, ომი, გლობალური პანდემია და ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ აუცილებლად შევქმნით მომავალს. მომავალს თითოეული ჩვენთაგანისაც, მომავალს კომპანიასაც, დავწერთ ისტორიას და ყველაზე მთავარი ქვეყნის სინამდვილეში აუცილებლად ვიქნებით ის კომპანია, რომელიც ხვალ კიდევ უფრო მეტ ადამიანს დაასაქმებს, რომელიც ყველაზე დიდი გამოწვევა არის ქვეყნის შიგნით. ჩვენი მთავარი ლოზუნგის მიხედვით, რომელიც არის ერთი სახურავის ქვეშ, კომპანია ქმნის ძალიან ბევრ წარმატების ისტორიას. კომპანიის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე გაყიდვების გუნდზე ექნება კიდევ დამატებით რესურსი, რომ აითვისოს ბაზარზე არსებული ახალი გაყიდვების არხები და სეგმენტები. ჩვენთვის სამომავლოდ მნიშვნელოვანი იქნება საექსპორტო ბაზარი, რომელიც მთლიანობაში არა მარტო კომპანიისთვის, ვფიქრობ, ქვეყნისთვისაც საინტერესო იქნება. Nova ჩემთვის წარმოადგენს საერთო ღირებულებების ქვეშ არსებული ადამიანების, პარტნიორების, თანამშრომლების, მეგობრობის ერთობას, კომპანიას, რომელიც მუდმივად გენდობიან, კომპანიას, რომელიც მუდმივად მიესწრაფვის განვითარებისკენ, კომპანია, რომელიც ყოველთვის მოითხოვს შენგან მაქსიმუმს და დრაივს
და რა თქმა უნდა ეს არის უდიდესი შესაძლებლობა იმისი რომ განვითარდნენ მათ შორის პიროვნულად და კარიერულად. სწორი კონცეფცია და გუნდური მუშაობა გვაძლევს საშუალებას რომ 2022 წელს 4 დამატებით რეგიონში გავხსნათ მეგაცენტრები და დამატებით შევქმნათ 150-ზე მეტი სამუშაო ადგილი. ჩვენი საბოლოო მიზანია ყველა მსხვილ რეგიონში გქონდეს ჩვენი მეგაცენტრი და მომხმარებელს ადგილზე შევთავაზოთ საქართველოში ევროპული სტანდარტებით წარმოებული პროდუქციის მრავალფეროვანი არჩევანი. ასევე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მსოფლიო დონის ბრენდები და ევროპული დონის მომსახურება, რომელსაც ქართველი მომხმარებელი ნამდვილად იმსახურებს. ნოვას მთელ გუნდთან ერთად გსურს ბრენდი გავხადოთ ლიდერი ქართულ ბაზარზე თავისი პროდუქციის ხარისხით, სერვისით და ფასებით. ჩვენ როდესაც გეგმავდით რაღაცას და რაღაცა წინ ვიხედებოდით, ყოველთვის ორჯერ მეტი გამოგვდიოდა. ჩვენს მოლოდინებს აღემატებოდა ის გაკეთებული საქმეები, რომელსაც ვაკეთებდით. ბევრი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რა თქმა უნდა, ბიზნესის ბევრი რაღაცა გადავაკეთეთ, ისე არ გავაკეთეთ, მაგრამ ეს არაფერია. თავარია შევინარჩუნოთ ჩვენ ერთობა, შევინარჩუნოთ ერთი აზრი და ზუსტად ვიცით, რომ ყველა ჩვენი გონება და აზრი უნდა მოვახმაროთ ამ კომპანიას. დღემდე ესე მივდივარ. ამაში დიდი როლი რა თქმა უნდა ზვიადის უკავია და როგორც აი ლოკომოტივი ჩვენი, ისე აი სულ დრაივში გვამყოფებს მოდინების საშუალებას, არ გვაძლევს ეს ადამიანი უფრო განვითარებას ხედავ სხვა ქვეყნებში დღეის გადასახედიდან, იმიტომ რომ ყველა პლატფორმაა შექმნილი ამისათვის. პირველ რიგში გუნდია ჩამოყალიბებული. კომპანიის სამომავლო გეგმებია უფრო და უფრო მეტი ქართული პროდუქცია შევქმნათ. წარმოების მიმართულებით განვითარდეთ მეტად, გეგმავთ ისეთი წარმოებების გაკეთებას, რომლის რესურსი ჩვენ ქვეყანაში არსებობს და ადამიანური კუთხით ვეცდებით თითოეული ჩვენთაგანი და პირადად ჩემი შეხედულება, რომ მმართველობა, მენეჯმენტი, საქმის პროფესიონალ ახალგაზრდებს ჩავაბაროთ ეს ყველაფერი, რომ გახდეს დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ჩემი აზრით, დამოუკიდებლობა გრძელვადიან განვითარებას უფრო მეტად უწყობს ხელს. ამაში გულისხმობ თითოეული ჩვენთაგანის უკან მდგომ ოჯახებს, მომავალ თაობას, შვილებს. რა თქმა უნდა, ისინიც მიიღებენ ალბათ შემდგომ თანდათან მონაწილეობას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ მათი პროფესიონალიზმის საფუძველზე და არა იმით, რომ თითოეული რომელიმე ჩვენთაგანის შვილია ან შთამომავლობით ვალდებულებად ეკისრება ეს. ნოვა არის ჩემი დიდი ოჯახი. მე ვფიქრობ, ნოვას წარმატების საიდუმლო არის ჩვენი ერთგულობა და მეგობრობა. ყველაზე მეტად მეანაყება ჩემი მეგობრების, რომლებიც 15 წელი ერთად მოვდივართ. ერთად ვქნით ნოვას წარმატებებს. ჩვენ დიდი მიზნები გვაქვს დასახული და იმედია მალე შევასრულებთ ამ ჩვენს დასახულ მიზნებს. ნოვა არის ჩემი ოჯახი. ვამაყობ. თითოეული ჩვენთაგანი ძალიან დიდ მაყოფილებას გრძნობთ და ვფიქრობთ, რომ ჩვენი მისია ურთიერთპატივისცემის ქვეყნის თითოეული ჩვენთაგანის ოჯახების წინაშე ნოვას იდეის დაფუძნების შემდეგ მივახციეთ. ჩემი მთავარი როლი ნოვაში არის ჩვენი დაფუძნებლების ერთობის არ დარღვევა. იქ სადაც ჩდება სხვადასხვა აზრები, ეს ჯანსაღია რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი აზრები გაგვაჩნია. და აი ვგრძნობდი ხოლმე, სად შეიძლება ყოფილიყო რაღაცა უთანხმოება და ეს რო არ გადაზრდილიყო დიდ მასშტაბებში, იქვე ვერეოდი ყოველთვის და იქვე ვაგვარებდით ამ თემას. მე მინდა მიმართო ჩემ ბიჭებს რა. ჩემს ძმას, ჯეკის, ხოსეს, ზვიადის, ჯემალის ბიჭებო, ერთი რამ მეიცოდეთ რა. თქვენს გარეშე ნოვა ჩემთვის არაფერია. ჩვენი ურთიერთობის გარეშე არაფერია. ყველა დიდი მიღწევა ჩემთვის, რაც ნოვამ შექმნა, ეს არის ჩვენი ერთობა და დაანგრევა იმ სტერეოტიპის, რომ ბევრი ადამიანი ერთად ვერ იქნება წილში. პირიქით. გავძლიერდეთ და ჩვენი ერთად ყოფნით მივცეთ მაგალითი ჩვენ შვილებს. თუ როგორ შეიძლება 5 ადამიანმა ამდენი წელი აკეთოს საქმე, რომელიც ემსახურება ძალიან ბევრ ადამიანს და რომელიც აფორებს ძალიან ბევრ ოჯახებს. მადლობა ღმერთს, რომ მე მერგოცილად მაკეთო ის საქმე, რაც მე ძალიან მომწონს. მე ბედნიერი ადამიანი ვარ. მეგობრობა არის საწინდარი ჩვენი კომპანიის დაარსებისა და დაფუძნებისა.